დირიჟორს, კომპოზიტორს, მუსიკოს ვახტანგ მაჭავარიანს, რომელიც 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, საზოგადოება დღეს დაემშვიდობა. მაჭავარიანის შემოქმედებაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ის დიდ მუსიკოსობასთან ერთად დიდი მოქალაქეც იყო. იმიტომ გახდათ, რომ ყოველთვის ხალხის გვერდით თავისი სამშობლო სახელმწიფო სამსახურში იყო. მარტო კარგი კომპოზიტორობა ან დირიჟორობა არ ნიშნავს იყო ნამდვილი პატრიოტი მოქალაქე. ამიტომაც რუსეთში საკმაოდ წარმატებული კარიერა 2008 წელს დაასრულა. ხანგრძლივი შემოქმედებითი კავშირები რუსეთთან სრულად გაწყვიტა და 2022 წელს კი სიმფონიური სურათი მარიუპოლი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა. ბატონ ვახტანგს ასევე ჰქონდა ძალიან მკაფიო სამოქალაქო პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით და ხმამაღლა აკრიტიკებდა ხელისუფლებას ეგრეთ წოდებული რუსული კანონის მიღების და საპროტესტო მანიფესტაციების დარბევების დროსაც. მაესტრო მაჭავარიანი იყო ახალგაზრდების უპირობო მხარდაჭერი. დროების არქივში მაჭავარიანზე ბევრი რეპორტაჟი შეიძლება მოიძებნოს, მათ შორის არის თათია თოფურიას გადაცემაში თავგადასავალი მუსიკოსის უაღრესად საინტერესო ცხოვრების ამბავი, ვისაც გსურთ შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე ნახოთ ეს გადაცემა კიდევ ერთხელ. დღეს კი დროების არქივიდან ერთ სიუჟეტს შემოგთავაზებთ, რომლითაც უერთდებით მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს და პატივს მივაგებთ მაესტროს ხსოვნას. სესილი ბოჭოიძის მიერ მომზადებულ ამ სიუჟეტს გამარჯვების მუსიკა ქვია. Very good. So now heavy stuff. Beethoven. ძალიან აქტიური ცხოვრება გქონდა, ძალიან ბევრი შემოქმედებითი გეგმა გქონდა. კონცერტები უკვე წინასწარ, ნახევარწლით ადრე გქონდა გაწერილი. ცხოვრობდით ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ცხოვრებით. და არ გუჯეროდა, რომ შეიძლებოდა მეზობელი დაგვსხოდა თავს. Насправді життя до війни було прекрасним. ცხოვრება ომამდე მშვენიერი იყო. Діти і ми якісь შვილები გვეზრდება, გეგმებს ვაწყობდით. Всіх почалася паніка. ყველას პანიკა დაიწყო. ხალხმა, ბევრმა უკრაინელმა კიევიდან გასვლა დაიწყო. იყო ძალიან დიდი საცობები. ჩვენც მეგობრებთან წავედით. 23 სართულზე ვცხოვრობ და აგარაკზე წავედით, მაგრამ მომდევნო ღამეს რაკეტების ხმამ გამაღვიძა. Я прокинувся від того, що я чую, що летить ракета. холод ის მოვასწარი, რომ კიბეებზე ჩამოსულიყავი და ჩემს შვილს გადავყარებოდი. იყო ისეთი აფეთქება, რომ მეზობელს სახლში შევარდა. Прилетіла в сусідній будинок. ალღა ფანჯრებს მიღმაწვდებოდა და გადავწყვეტეთ კიევიდან მოშორებით წავსულიყავით. Після війни ми стикнулися з такою ომის შემდეგ დღევანდელი დღით ვცხოვრობ. Ми живемо сьогоднішнім днем. ანუ რაღაცის თუნდაც ერთი კვირით დაგეგმვა თითქმის შეუძლებელია. იცით, ბავშვები ძალიან სწრაფად ეგუებიან მდგომარეობას, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ ეს ყველაფერი ძალიან აშინებთ. Це дуже швидко до обставин. Звичайно, це було дуже несподівано. Навіть რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოულოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვაფრთხილებდნენ, ცუდის დაჯერება ძალიან არ გვინდოდა. გვინდოდა გვეფიქრა, რომ ამას რაღაცნაირად ავირიდებდით, რომ ჩვენ არ დაგვემართებოდა.
нас омине, що це з нами не станеться. მაგრამ ეს მოხდა. Але так ძალიან сталося. საშიში იყო. Ну, було страшно. ჩვენ ცხოვრებაში ისეთი რამ ხდებოდა, რომ მუსიკის დრო არ იყო. ჩვენი ინსტრუმენტების შევაგროვეთ ყველაზე ძვირფასი, მაგრამ ვიოლინომდე მისვლა თვენახევარი საერთოდ ვერ შევძელი, რადგან ამის თავი უბრალოდ არ მქონდა. Тобто у нас це питання спокон віків. ეს საკითხი საუკუნეებიდან მოდის, რატომღაც ჩვენ უკრაინელები ჩვენი არსებობით რუსებს ვაღიზიანებთ, მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ვარსებობთ. ამიტომ ძალიან ბევრი საუკუნეა უკვე მიმდინარეობს ეს ბრძოლა. უკრაინული ენის, უკრაინელი ხალხის, ყველაფერი უკრაინულის წინააღმდეგ მიმდინარეობს ოკუპაცია. Всього українського це йде окупація, йде Каждый человек, который смотрит, вот может посмотреть на карту, его задает თითოეულ ადამიანს რუკის ყურებისას ერთი შეკითხვა უჩნდება. რატომ არ შეუძლია 140 მილიონ ადამიანს მშვიდად იცხოვროს ამ ხელა ტერიტორიაზე? რატომ არ ყოფნით და არ ყოფნიდათ მათ ეს მიწა? დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვებასთან ერთად დაიწყება ის პროცესები, რითაც ჩვენი ერები იქნებიან კმაყოფილი და ერთმანეთთან მშვიდ ცხოვრებას შეძლებენ. народы будут довольны. Ти все одно реагуєш на всі ці тривоги. სულ ერთია, მაინც რეაგირებ ყველა განგაშზე, იმიტომ რომ შეუძლებელია მშვიდად იყო მაშინ, როდესაც გესმის სირენების ხმა. ეს ფსიქიკაზე მოქმედებს. Впливає на психіку. მაგრამ ყველა განგაშის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერები ვხდებით. Стаємо ще більш сильніші. ეს ის საკითხია, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გადაწყვეტილიყო. რა თქმა უნდა, ომი ძალიან ცუდია, მაგრამ თუ კი ჩვენს ბედნიერებამდე მისასვლელი გზა ასეთია, კეთილი, მას სიამაყით გავივლით. ამიტომ ეხლა მშვიდად ვარ. ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია ვიბრძოლოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ უკეთესი მომავლის ღირსები ვართ. Ви розумієте, коли почалась війна, ми ომის დაწყების დღიდან გვწამდა გამარჯვების. უბრალოდ არ ვართ დარწმუნებულები, რომ იქამდე პირადად ჩვენ ვიცოცხლებთ. ხოლო უკრაინის გამარჯვებაში ეჭვი არც ერთი წუთით არ გვეპარება. музика все-таки нас підтримує. მუსიკა მაინც გვამხნევებს. ჩვენი კულტურული ფრონტი ახლა საქართველოში ვართ, სადაც ისევ უკრაინაზე ვსაუბრობთ. Ми говоримо знову про Україну. Ми нагадуємо. Дуже багато колективів є. ძალიან ბევრი კოლექტივი გაემგზავრა საზღვარგარეთ, უკრავენ უკრაინულ მუსიკას, მსოფლიოს ახსენებენ ჩვენს ქვეყანას. იცით, მესმის რომ მსოფლიოც ეჩვევა, რომ სადღაც იქ ომია, მაგრამ გვიხარია რომ შეგვიძლია უკრაინაზე კიდევ ვილაპარაკოთ. Але ми дуже раді, що კიდევ ერთ ენაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მუსიკის ენაზე. мові, на музичній. Ще ვინმეს დავეხმაროთ, ამგვარად შევაგროვოთ თანხა ფრონტისთვის. ძალიან ბევრი მუსიკოსი აგროვებს თანხას კონცერტებით. мені здається, що культура ვფიქრობ, კულტურა სწორედ ის არის, ვისაც ამ ომში ვიბრძვით. ამიტომ სხვა შემთხვევაში მთელ ამ ბრძოლას ჩვენს ომს აზრი არ აქვს. ჩვენ კულტურისთვის ვამბობთ, ჩვენ ჩვენი მტრისგან გავსხვავდებით. ვჯერა მშვენიერი ნათელი მომავლის. კულტურა კომუნიკაციის საშუალებაა. ომის დროს ნებისმიერ ქვეყანაში ინსტრუმენტით შეიძლება სიმართლე ილაპარაკო. მუსიკა საერთაშორისო ენაა, ის ყველას ესმის. გამოვდივართ ინსტრუმენტებით, ვუკრავთ და ეს ხმა ყველასთან მიდის. ასევე შეგვიძლია სცენიდან მიკროფონით ვისაუბროთ, როდესაც ამის საშუალება. я вам можу розказувати правду, як це відбувається. Стараються, намагаються всі. კიევში დღეს ყველა ცდილობს ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მუშაობთ, გავდივართ რეპეტიციებს, ვუკრავთ კონცერტებს. ომის მიუხედავად ძალიან ბევრი გამოსვლა გვაქვს. ჩვენი სამუშაო მსმენელსაც ჭირდება. მუსიკა როგორც თერაპია, ყველას ნორმალური ცხოვრებისკენ აბრუნებს. Повертає до нормального життя. Хоча б на якийсь თუნდაც момент, მცირე да, მომენტებში, хоча б на, კონცერტის დროს моменти, ჩვენ коли ჩვეულებრივ це ცხოვრებაში Ми ვბრუნდებით. повертаємось, наче в наше звичайне життя. Але коли в спілкуванні люди до нас підходять і запитують, ეს звідки დიდ ви, ми ძალას кажемо з უმატებს. України. როდესაც ადამიანები მოდიან და გვეკითხებიან, საიდან ვართ და ჩვენს ვპასუხობთ, რომ უკრაინიდან მხარდაჭერის ისეთი ენერგია იგრძნობა, როგორცაც ქართული ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მხრიდან გრძნობთ. Чому саме ви მისმის нас ასე так რატომ підтримуєте? Тому що ви თქვენ ამ სიტუაციაში უკვე იყავით და რეალურად იცით, ви რაც знаєте, ხდება. про що йде мова насправді.
თქვენ ამას გრძნობთ და ჩვენც გრძნობთ ამას. დიდი მადლობა. კიევის კამერა და კერძოდ კამერული ორკესტრი, რომელიც თანამედროვე უკრაინული მუსიკის შესასრულებლად შეიქმნა 30 წელზე მეტ წინ. ბეთჰოვენის მუსიკის შერჩევა შესანიშნავი იდეა იყო. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ და განვავითაროთ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები. ძალიან კარგია, რომ მოწვეულია ისეთი არაჩვეულებრივი პიანისტი, როგორც ალექსანდრე კორსანტია. იმედი მაქვს, რომ ისტორია ამით არ დასრულდება. გაგრძელდება ურთიერთობა არაჩვეულებრივ დირიჟორთან, რომელიც ასევე არის კომპოზიტორი. იმედი მაქვს, მომავალში ბევრი ერთობლივი პროექტი გვექნება. შესაძლოა უკრაინაშიც. ღმერთმა ქნას, რომ ომი დამთავრდეს, რომ ყველაფერი კარგად იყოს. დიახ, ეს იდეა მე უკვე დიდი ხანია მომივიდა. ის რაღაც გარკვეულად იხარშებოდა და რასაკვირველია ეს ყველაფერი იმის საშინელების ფონზე, რასაც მე ვხედავდი კაცთმოძულეობის აქტს. მე უკრაინა ძალიან მიყვარს და საერთოდ მიმაჩნია, რომ ჩვენ მრავალი რამ გვაკავშირებს. იგივე მტრები გვაწუხებდნენ როგორც შუა საუკუნეებში, ასევე მომდევნოთ და რასაკვირველია ყველაზე საშინელი რაც იმათაც ერგოთ უკრაინელებს და ჩვენც ეს იყო ჯერ რუსეთის იმპერია, შემდგომ იყო ეს საზარელი საბჭოთა კავშირი და ეხლა უკვე ეგრეთ წოდებული რუსეთის ფედერაცია. მუსიკა ყოველთვის ჩვენთვის, მუსიკოსისთვის ყოველთვის იყო, ან გენ კომპოზიტორისთვის, ან გენ შემსრულებლისთვის, ყოველთვის იყო ძალიან, ასე ვთქვათ, სერიოზული იარაღი. და ამას ვიყენებთ, რა თქმა უნდა. დღეს რეპეტიციის დროს მესამე ნაწილის ერთი თემის განმავლობაში, ნამდვილად მომივიდა თავში აი ეს ბომბები, რაც ხდებოდა უკრაინაში, ბავშვები და ბევრი კიდე სხვა საშინელება. ეს მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის, რომ უკრაინელები ესეთი სულით და შინაგანი ძალით და რწმენით იცავენ თავს, იბრძვიან და მე მათ ვარ დარწმუნებული მათ გამარჯვებაში. და მე ისიც ვიცი, რომ უკრაინის გამარჯვება საწინდარია საქართველოს გამარჯვების. და ეს ბეთჰოვენის პროგრამის შერჩევაც ჩემს მიერ არ იყო შემთხვევითი, იმიტომ რომ ბეთჰოვენი ყველაზე კარგად განასახიერებს ჰუმანიზმის იდეებს და ასევე გამარჯვების იდეას. აი ამ პროგრამით ჩვენ უდგევართ გვერდში ჩვენ მოძმე საყვარელ უკრაინას და უკრაინელებს